გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. დღეს ვისაუბროთ რითი განსხვავდება სახარებისეული სიკეთე საერო კაცობრივი სიკეთისგან. ჩვენ ხედავთ, რომ თანამედროვე ადამიანი და ზოგადად ადამიანი საზოგადოებაში მით უფრო არაეკლესიური ადამიანი და ზედაპირულად აფარსებს სიკეთეს ადამიანის ქცევით, საუბრით, დამოკიდებულებით, თუმცა ეს ზედაპირული შეფასებაა. იგივე ადამიანი ჩვენ ხედავთ, რომელიც სიკეთეს აკეთებდა, სხვა შემთხვევაში შეიძლება რაღაც ბოროტების მაგალითიც გამოდგეს და გარკვეულ გაურკვევლობას იწევს ეს ადამიანში. თითქოს და კეთილი ადამიანია, სიკეთეს აკეთებს. მეორე წუთში ისევ ბოროტებაში და თან დიდი ბოროტება შეიძლება აღმოჩნდეს მის მიერ ჩადენილი. ამიტომ ადამიანები, რომლებიც ზედაპირულად უყურებენ შინაგან მხარეს, ამ საკითხის შინაგან მხარეს არ აქცევენ ყურადღებას. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია არქიმანდრიტ ლაზარე აბაშიძის შრომა, რომელმაც მიუძღვა გარკვეული თემები ამ საკითხს და ძალიან საინტერესოა და სწორედ მის ნაშრომებზე დაყრდნობით შევეცდებით ამ თემის გაშლას. ის ასევე ეყრდნობა წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის თემას ამ იგივე თემატიკაზე და რაც ასევე საინტერესოა, როგორ განსხვავდება ეს სახარებისეული სიკეთე კაცობრივი სიკეთისგან და რა არის ის ძირითადი განმასხვავებელი ამ სიტუაციაში. თუმცა თავიდანვე მამა ლაზარე იწყებს სიღრმისეულად, ის ამბობს, რომ ადამიანი უნდა ჩაუფიქრდეს, ამას სულიერი ხედვა უნდა კონდეს და იწყებს ახსნა განმარტება ზოგადად ადამიანის ბუნებისა დაცემის შემდეგ, იგულისხმება პირველი დაცემის შემდეგ, ადამიანის დაცემის შემდეგ ადამიანის ბუნება დაზიანდა, ცოდვა შემოვიდა, ის დაავადდა, სიმახინჯე გაჩნდა, სიკვდილი გაჩნდა, შესაბამისად ეს ყველაფერი ზემოქმედებს ადამიანზე, თუმცა მამა ლაზარე ამბობს, რომ გარდა ამ ცოდვისა, რომელიც მიიღო ადამიანმა მემკვიდრეობით, იქ ღვთისგან გასაკვირველია იყო ჩადებული სიკეთეც და ეს სიკეთეც ბუნებრივია, შერწყმულია, ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე შერწყმულია ამ ბოროტებასთან, ანუ ესე რომ ვთქვათ, ეს სიკეთე შხამნარევია. სწორედ ამ საფუძველზე აკეთებს ზოგიერთი ადამიანი სიკეთეს და უფრო მეტიც მიიჩნევს, რომ ის სიკეთეები, რომელსაც ის ჩადის, აკეთებს, ქველმოქმედება იქნება ეს თუ ნებისმიერი რამე, რასაც აკეთებს თავისი ნებით, თავისი განზრახვით, როდესაც ის მხოლოდ საკუთარ თავს უძღვნის ამ სიკეთეს და ასე ვთქვათ დასანახად აკეთებს, ადამიანების ამას მიიჩნევს იმ ღირებულებად, რომელიც ასევე უმაღლესი ღირებულებაა და სათნოა ღვთისათვის. თუმცა მამა ლაზარე ამბობს, რომ და წმინდა მამებზე დაყრდნობით, რომ ეს შეცდომაა, ადამიანის ბუნება დაცემულია, ბუნებრივია, ის აკეთებს გარკვეულ სიკეთეს, მაგრამ აქ მნიშვნელობა ენიჭება თუ ვის ეძღვნება, რისთვის კეთდება ეს სიკეთე. თუ ადამიანი ამბობს, რომ მე ჩავიდენ სიკეთეს და ამ სიკეთის იმედზე რატომაც არ უნდა ვცხონდე, ასეთი განზრახვა აქვს, ასეთი დამოკიდებულება აქვს და ჩვენ ხედავთ ასეთ დამოკიდებულებას ზოგადად ღვთისმეტყველებაშიც ხედავთ ამ მიმართულებას და მართლაც თუ ადამიანი გმირულად ცხოვრობს, რაღაც გმირობის საქმეებს აკეთებს, თავდადების საქმეებს აკეთებს, უჩვეულოს მათ შორის, ხო, აი სიცოცხლესაც კი წირავს, ისმება ბუნებრივი შეკითხვა, რატო არ უნდა ცხონდეს ასეთი ადამიანი. მაგრამ აქ მეორე საკითხია, თუ ეს ადამიანი ამ სიკეთეს არ აკეთებდა ღვთისთვის, ღვთის შეწევნით, ღვთის მადლით, ღვთის დახმარებით, არ ეძღვნება ეს სიკეთე ღმერთს, მაშინ გამოდის, რომ ქრისტეს თავდადება, გოლგოთა, ეს მსხვერპლი კაცობრიობისთვის, რაც ჩვენმა მაცხოვრებელმა ჩვენთვის ჩაიდინა, ეს ამაო იყო. ასევე ამაო გამოდის ყველა ის სახარებისეული მოქმედებები, საქმენი სარწმუნოებისანი, იგივე მარხვა, ლოცვა, ის ღვაწლი, რომელიც ეკლესიაში ოდითგანვე იყო დაწესებული და დღესაც არსებობს და სრულდება, ეს გამოდის, რომ
ეს ზედმეტი იყო ყველაფერი. თუ ადამიანი საკუთარი თავით შეიძლება ცხონდეს, გადარჩეს, უბრალოდ სიკეთე აკეთოს და ამის გამო ეს იქნება უმაღლესი ღირებულება და მეტი მას არაფერი არ სჭირდება, გამოდის რომ ეს ყველაფერი რაც ქრისტიანობაში არსებობს, ღვთისგან რაც დადგენილია, ესეც ყველაფერი ზედმეტია. იმიტომ რომ ეს ღვთისთვის არ კეთდება. ამიტომ აქ ჩვენ სწორედ ვხედავთ იმ შენარევს, იმ შხამიან შენარევს. ნახოთ რას ამბობს მამა ლაზარე ამ კუთხით. მაგრამ სიკეთეს ყველა ეს გამოვლინება თუ არ ეფუძნება სახარებას, თუ არ არის მორწმუნე ქრისტიანის სულის სიღრმიდან აღმოცენებული, მაშინ ეს ყველაფერი ესოდენ მოსაწონი იქნება არაწმინდა და დაცემით შებილწული. მათ არ გააჩნიათ ღვთის წინაშე ის ღირებულება, რასაც კაცნი მიაწერენ მას. აი სწორი შეფასებაა ნამდვილად მამა ლაზარეს მიერ. თუ კაცი გმირობის ჩასადენ ძალას არ იღებს ქრისტიანული სარწმუნოებიდან, არ მოქმედებს ქრისტეს გულისთვის და სახარებისეული სწავლების თანახმად, თუ ის თავგანწირვა აღესრულება არა უფლის ძალითა და სახელით, მაშინ გამოდის რომ ცხონება კაცს შეუძლია სარწმუნოების ქრისტეს მიერ გამოსყიდვის გარეშე. და მართლაც ესეა, ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში აკეთებენ კეთილ საქმეებს, საერო საქმეებს და არ ხდება ეს ქრისტიანული კუთხით, ქრისტიანული დამოკიდებული შესაბამისად ასეთი კეთილი საქმეები, როგორც მამა ლაზარე ამბობს, ასევე ეგნატე ბრანჩევინოვი ამბობს, ესეთი კეთილი სანაკებო საქმეები მიეკუთვნება წუთის სოფელს. ის ასე ვთქვათ, საპატიო დაფაზე გამოკვრის კანდიდატია. ის აპლოდისმენტებს ღებულობს ასეთი ადამიანი ამ ქვეყანაშივე. ის ელოდება მადლიერებას, ის ელოდება ტარს, ის ელოდება რომ მას გადადიდებენ. ანუ ყველაფერს, რასაც ის აკეთებს სინამდვილეში, რასაც ის უძღვნის ამ სიკეთეს, ეს არის ამ ქვეყნიური, ის არ ცდება ამ ქვეყნიურ მიღმა სამყაროს, შესაბამისად მას ის ფასი ბუნებრივია არ მიეცემა. და ამის გაგება ძალიან რთულია, რადგანაც სიკეთისა და ბოროტებისადმი დამოკიდებულება ყოველ იდეოლოგიაში საკმაოდ განსხვავებულია, ჩვენ ხედავთ ამას. იგივე კომუნისტების დროს ოდნავ სხვანაირად იყო, მერე ლიბერალიზმის დროს სხვანაირად იყო, რამდენი საზოგადოებრივი ესეთი წყობილება იცვლება, შესაბამისი რაღაცა კრიტერიუმები, ამ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის კრიტერიუმები მეტნაკლებად იცვლება და ის რაც უწინ იყო მისაღები, უფრო პირველ საუკუნეებში, უფრო შუა საუკუნეებში მაგალითად, დღეს საერთოდ არ მიეკუთვნება ის სიკეთის სფეროს და ზოგიერთი კიდე ბოროტების. ამრიგად ჩვენ როდესაც საუბრობთ ამ საკითხებზე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუნდაც ადამიანის სიკეთეს ან კაცობრივი ბუნებით, კაცობრივი დამოკიდებულებით აკეთებდეს, ეს სიკეთე არის ამქვეყნიური და ამქვეყნადვე რჩება ასეთი სიკეთე. შესაბამისად მას არ აქვს ის ფასი ღვთის წინაშე და ასევე რასაკვირველია, ზედმეტია იმედიც კი გქონდეს, რომ ეს იქნება ცხონების საბაბი. შემდეგ კიდე ამბობს მამა ლაზარე, ზოგადად არასწორი იქნება მივიჩნიოთ, რომ სულის ცხონება და ზეციური სასუფეველის დამკვიდრება ჩვენ კეთილ საქმეზე არის უშუალოდ დამოკიდებული. ღმერთი იწყალებს და აცხოვნებს კაცს არა მისი კეთილი საქმეებისთვის, არამედ მორწმუნე, შემოსრული და დამდაბლული გულის გამო. და რა თქმა უნდა, ეს სარწმუნოება კეთილ საქმეთა გარეშე ვერ იხარსებებს, იგი აუცილებლად განხორციელდება კონკრეტულ საქმეებში და ეს საქმეები იქნება ყველაზე კეთილი და წმინდა, რადგანაც მორწმუნეს ამას თავად უფალი ასწავლის. აი აქ უკვე სწორი და არასწორი დამოკიდებულების შესახებ მოდის სწავლება. აქვე მოყავს წმინდა ეგნატე ბრანჩევინოვის დამოკიდებულება, როგორ რას ამბობს წმინდა ეგნატე ბრანჩევინოვი. კაცობრივი სიმართლის მიმდევარი სავსეა თავდაჯერებულობით, ამპარტავნებით, თუნებით. ის ქადაგებს ყვირილით, ამცნობს საკუთარ თავსა და საქმეებზე საერთოდ
არ აქცევს ყურადღებას უფლის აკრძალვას. სიძულვილითა და შურისძიებით უხდის მათ, ვინც გაბედავს ხმის ამოღებას და ძალზე საფუძვლიანად და კეთილზრახვებით შეეპასუხება მის სიმართლეს. ის თავს მიიჩნევს მიწიერი და ზეციური ჯილდოებისთვის ფრიად ღირსეულ კაცად. აი ესეთია კაცობრივი დამოკიდებულება. ის თვლის, რომ ის ყველაფრის ღირსია. ასევე აგრძელებს უკვე სახარებისეული მცნებებით ცხოვრები მუდამ თავმდაბლობით არის შემოსული, ადარებს რამდენად შეესაბამება მის მიერ ყოველწლიურად ცნებათა აღსრულება მათ ამაღლებულობასა და სისპეტაკეს. მუდამ აღიარებს, რომ მის მიერ მცნებათა აღსრულება მეტისმეტად არასაკმარისი და ღვთისადმი არასაკადრისია. მიიჩნევს თავს დროებით და მარადიული სასჯელის ღირსადაც კი. ხედავთ, რამდენად განსხვავდება, ესე იგი, სახარებისეული სწავლება კაცობრივისაგან. სახარებისეული სწავლება ეფუძნება პრინციპს, რომ რასაც მარჯვენა აკეთებს, იმას მარჯვენა ვერ უნდა ხედავდა. შესაბამისად დაფარულდა და ხშირად ეს ადამიანებისთვის დასანახი არ არის. შესაბამისად მის მიმართ შეფასებაც არასაკმარისია, არასამართლიანია, იმიტომ რომ ამ ჭეშმარიტებას ვერ ფლობს ეს წუთი სოფელი ამ გაგებით. ადამიანები უყურებენ ქველმოქმედებას, რომელიც არის დასანახი, სიკეთე, რომელიც არის დასანახი. ჩვენ ვხედავთ სოციალურ ქსელში უამრავ მაგალითებს, რომლებიც ასე ვთქვათ აპლოდისმენტებს ელოდება და იმსახურებს და ეს არის განდიდებული საზოგადოებაში და სულად ჩანს ადამიანები, რომლებიც თავდადებული არიან ნებისმიერ სიკეთეს აკეთებენ, რომელიც არ ჩანს, მაგრამ მიძღვნილია ღვთისადმი, ისინი კიდეც ეხმარებიან ადამიანებს, ავანტყოფებს, ფულად დახმარებითაც, მაგრამ ეს ყველაფერი არ ჩანს. ამას ხედავს ღმერთი, მაგრამ არ ვერ ხედავს ადამიანი. შესაბამისად ადამიანი სწორედ ამით აფასებს. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ ასეთი სიკეთის გამოვლინებაზე, რომელიც ფაქტობრივად აღარ გამოდის სიკეთე, მას არ აქვს ეს ფასი. ანუ ერთგვარი დაცემის ერთგვარი პირველი ნაბიჯია ეს, ესე რომ პირობითად რომ განსაზღვროთ, როდესაც ადამიანის ჩადის სიკეთე, სინამდვილეში ამის უკან იმალება ამპარტავნება, ქეთმაღლობა, ტრაბახი, გამოჩენა ღვთის წინაშე, ყველას წინაშე, რომ მე აი ასეთი კარგი ვარ, ასეთი დიდებულ საქმეებს ჩავდივარ, გმირი ვარ და ასე შემდეგ, ამას ზოგიერთი არც მალავს პირდაპირ ლაპარაკობს, ურცხვად, შესაბამისად ასეთი საქმე იგივე წმინდა მომების მიერ ფაქტობრივად ბოროტებად არის განხილული, მაგრამ ეს პირველი ეტაპია, რო ვიტყვიან, ერთ-ერთი. მეორე ეტაპად ჩვენ შეგვიძლია ასე პირობითად ასევე მივიჩნიოთ, როდესაც ადამიანები ანუ სიკეთეს კი არ აკეთებენ პირდაპირ. პირდაპირ მნიშვნელობით უკვე ბოროტებას აკეთებენ, მაგრამ ამას სიკეთეს არ ქმნიან. ეს კიდე განსხვავებული თემაა, როდესაც პირდაპირ შეიძლება ის სასულიერო პირიც იყოს ეს გავრცელებული მაგალითები, როდესაც პირდაპირ არაქრისტიანულ სწავლებას ამბობს და მიიჩნევს ამას სიკეთედ. ღვთის ძღვნად მიიჩნევს, ასევე მიიჩნევს, რომ ამის ღირსია და ეს თავად ქრისტე ასწავლის ასეთ მოქმედებას, პირდაპირ სიცრუეს ქადაგებელი ადამიანი, რომელიც გასაღებულია საზოგადოების გარკვეულ წრეში, როგორც სიმართლე, ჭეშმარიტება, სინამდვილეში სიცრუეა და ღვთის წინაშე ყოველთვის ასეთად იქნება. მაგრამ საზოგადოების გარკვეული ფენა ამას მიიღებს, უკვეღებულობს, შესაბამისად ცтунდება და სწორედ ხდება ჩანაცვლება. თუ პირველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სირბილე მაინც კეთილი საქმე გარეგნულადაც რაღაცა ფორმით გაკეთდა და მაგრამ მას ეგრეთ წოდებულ ფონად დაძდევს ის ამპარტავნება, ეს ტრაბახი, ქედმაღლობა, რომელიც ასევე შესამჩნევი ხდება მოგვიანებით, აქ უკვე პირდაპირ ბოროტებასთან გვაქვს ჩვენ საქმე პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ სადაც სიკეთე პირიქითაა გამოყვანილი ბოროტებად, რასაც დღეს ბევრი ადამიანი აკეთებს და საკმაოდ გავრცელებულია ეს დამოკიდებულება მთელ მსოფლიოში. მესამე ეტაპად ალბათ ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ უკვე ბოლო ეტაპი, როდესაც ალბათ ის ანტიქრისტეს ეტაპი, როდესაც უმეტესობა საზოგადოების უმეტესობა, რამე თუ გამრავლდეს ბოროტება ამბობს წმინდა წერილი, უმეტესობა ადამიანების იქნებიან ბოროტები, სწორედ ამ ბოროტებას ჩათვლიან სიკეთეთ და მხოლოდ მცირე ნაწილი, მცირე სალსტო, რომელიც გადარჩება, იქნება სიკეთის მიმდევარი, ქრისტეს მიმდევარი,
ჭეშმარიტი სწავლების მიმდევარი, მაგრამ ისინი იქნებიან აუცილებლად გამოცხადებული ბოროტ ადამიანებად. ამრიგად, რო შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენ საუბარი, ჭეშმარიტი სიკეთე შესამჩნევია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი მორწმუნე გარკვეული სულიერი განათლება გააჩნია, გარკვეული სულიერი ხედვები გააჩნია, გამოცდილება გააჩნია და შესაბამისად მას ეძლევა გარკვეული მადლი, ნიჭი იმისა, რომ ამის გარჩევა მოახდენოს. იგივე ამას ამბობს წმინდა ტიხონ ზადონელი, მაგალითად, ქრისტეს ნათელით განათლებული სული შეიცნობს სიკეთეს, გაუნათლებელი კი ვერ დაინახავს მასო. აი პირდაპირ წმინდა ტიხონ ზადონელი ამას ამბობს. ზოგადად წმინდა ბასილი რას ამბობს სიკეთესა და ბოროტებაზე? ბოროტება ღვთის ნების დარღვევაა, სიკეთე კი მისი ნების შესრულებაა. ამრიგად, ამ კრიტერიუმებით არ ფასდება დღევანდელი სამყაროში სიკეთე. ის არ არის ღვთის ნების შესრულების, საერთოდ არ უყურებს ადამიანის ღვთის ნებას ასრულებს თუ არ ასრულებს. აქვე წმინდა მამები რას გვერჩევენ, როდესაც რაიმე სიკეთე გინდა გააკეთო, პირველად უნდა დაფიქრდეო საქმე, ნებისმიერ რამე, როდესაც გინდა გააკეთო, უნდა დაფიქრდე. ემთხვევა კი ეს შენი საქმიანობა ღვთის მცნებებს, ხო არ არის აქ რაიმე დარღვევა და სწორედ ასე უდგებოდნენ სიკეთის კეთებას. ჩვენი წინაპრები, ქრისტიანები, მართლმადიდებლები, განსაკუთრებით მოღვაწენი, რომლებიც მოღვაწეობდნენ მონასტრებში. შესაბამისად, ეს სწორი დამოკიდებულება, ვის ეძღვნება ეს სიკეთე, სწორედ ეს არის ამომავალი წერტილი და მინდა მამა ლაზარეს სიტყვებით დავასრულო ჩვენი დღევანდელი საუბარი. ნებისმიერი, მცირე, ოდნავ შესამჩნევ საქციელს გულის სიღრმეში მუდამ რაღაცას ვუძღვნით. აღვასრულებთ მიწიერის ან ზეციერის გამო, ღვთის ან ადამიანის გულისთვის. ხშირად თავად ამ მიძღვნას მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გარეგნულად აღსრულებულ საქმეს. სწორედ მას აქვს მთავარი ღირებულება ღვთის წინაშე. ამრიგად, სწორედ ეს ვის უძღვნით ჩვენ საქმეებს, ამას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა, დანარჩენი კიდე გამოვლინებაა, რომელიც ვლინდება ამა თუ იმ საქმეში, ამა თუ იმ ადამიანის მიერ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.